ესე იგი, როგორ არის? სომხების ოჯახში ყოველთვის არის ანეკდოტები. ეგრე არ არის რა, რაღაცა სუფრა რო არის, ნარც, ზარს გააგორებენ ხოლმე და ერთმანეთს უყვებიან და ეხლა მეც ესეთი ანეკდოტი ბავშვობიდან მახსოვს. ესე იგი, სომეხი ჩადის მოსკოვის ზოოპარკში, უყურებს ყველაფერი უკვირს რა, ვა, იტყვის, ვა, ეს ნახე. თან შვილსაც ანახებს ეუბნება, ეტა ისო გდე uvidi შეუბნება რა. ხო და მივა გაივლის თუთიყუშის გალიასთან, ეს თუთიყუში სომხურად მიესალმება, ბარე ვონცეს ეუბნება. როგორ ახარო რა? ხო და ეს სომეხი ფიქრობს ეხა ეუბნება, ვა, ნახე ეგ რა თუთიყუშია. მოდი გერი წავიდეთ ზოოპარკის დირექტორთან, ვუთხრათ და ვიყიდოთ ეს თუთიყუში ყველას გაუკვირდება ერევანში რა. ხო და ეს დირექტორთან რომ მივა ეს დირექტორი ეუბნება, ეს ისეთი ჯიშის თუთიყუშია, მე ამას ვერ გავყიდი, მაგრამ ამის კვერცხებს გავერით. მარტივად გავყიდი. ეხა ფიქრობს, ეხა მე ხო ჩემთვის ვიყიდი და ძმაკაცებსაც წავე, ვაფშე შოქში ჩავარდები რა. ხო და იყიდის ამ კვერცხებს რამოდენიმე ცალს, აიღებს ერევანში, ყველას უხარია, ვა, ნახე, ექსკლუზივ. ხო და ექსკლუზივ. მოდის დრო რო ჩიტები უნდა მოვიდნენ და არც ერთში ყველანაირი ჯიშის ჩიტი ამოდის, არც ერთში თუთიყუში არ არის. ეს გაბრაზებული სომეხი ჩადის ამ მოსკოვის სპეციალურად რა, პირველივე რეისით ეგრევე რა, მოსკოვის ზოოპარკში, რო დირექტორთან მივიდეს ეჩხუბოს. ისევ მოდის ამ თუთიყუშის გალიასთან. ეს თუთიყუში გაბრაზებული ხა კვერცხები წართვეს რა. შე არა ნორმალურო, შე დებილო და მე რო ეგეთი ვარ, მე და შე ვიცითო და შე რო ბოზი ხარ, ყველა ეთელმა ერევანმა იცით.